ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA წლის მესამე კვარტალში კოსმოსში Space Riders გაგზავნის, რომელიც უეკიპაჟო რობოტი ლაბორატორია. ის დედამიწის დაბალ ორბიტაზე 2 თვის განმავლობაში შენარჩუნება და მიკროგრავიტაციის პირობებში ტექნოლოგიურ დემონსტრაციებს, ასევე ექსპერიმენტებს ავტომატურად განახორციელებს. მისიის დასასრულს SpaceX Rider-ი, რომელიც კოსმოსური თვითმფრინავია, ორბიტიდან დედამიწისკენ დაეშვება და საფრანგეთის გვიანას ტერიტორიაზე არსებულ კოსმოდრომზე დაჯდება. ამის შემდეგ ის კიდევ სულ მცირე 5-ჯერ გაფრინდება. ანუ ეს არის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდი. ეს კოსმოსური თვითმფრინავი ESA-ს საშუალებას აძლევს, რომ კომერციულ კლიენტებს გაშვების ხელმისაწვდომი სერვისი შესთავაზოს, რითაც ევროპა დედამიწის ორბიტაზე დამოუკიდებელი და რუტინულ წვდომას შეინარჩუნებს. NASA კოსმოსური ობსერვატორიის გაშვებას აპირებს, რომელსაც SpaceX-ი სამყაროს ისტორიის შემსწავლელი სპექტროფოტომეტრი, რეიონიზაციის პერიოდისა და ყინულების კვლევითი აპარატი ეწოდება. ის ცას ახლო ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება, რომელიც ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. ის საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ ობიექტები, რომლებიც ზედმეტად ცივი ან შორეულია, რის გამოც ხილულ სპექტრში ძნელად განირჩევა. SpaceX-ის მონაცემები სამყაროს რუკის შედგენაში დაგვეხმარება, რისთვისაც ის ირმის ნახტომში არსებულ 100 მილიონ ვარსკვლავსა და 450-ზე მეტ შორეულ galaktikas აღბეჭდავს. ეს ინფორმაცია უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ როგორ ფორმირდება galaktikები, როგორაა გადანაწილებული ვარსკვლავთ წარმოქმნილ ნისლეულებში წყალი და ორგანული მოლეკულები, როგორ სად ყალიბდება მნათობები აირისა და მტვრისგან. ასევე დავამშვიდობებით ზონდ ჯუნოს, რომელიც იუპიტერს 2016 წლიდან იკვლევს. ის ამჟამად გახანგრძლივებული მისიის ფარგლებში ფუნქციონირებს, მაგრამ სექტემბერში ექსპლუატაციიდან გამოვა. ჰაბერტი შექმნილია იმ იდეით, რომ მთვარეზე ან მარსზე სივრცე ძალიან შეზღუდული იქნება. ასტრონავტებს ასევე ექნებათ ძალიან ცოტა წყალი, ამიტომ ჩვენ დავაპროექტეთ მშრალი ტუალეტი, დავნერგეთ ნარჩენების სათანადო განთავსების სისტემა და ვუზრუნველყავით უსუნო გარემო, ამბობენ ამ შესანიშნავი პროექტის ავტორები. მისია გეგმავს 3 ასტრონავტის განთავსებას დედამიწის დაბალ ორბიტაზე, 400 კილომეტრ სიმაღლეზე 3 დღის განმავლობაში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მისია მომავალ წელს დაიწყება. ინდოეთი ასევე გეგმავს 2035 წლისთვის თავისი პირველი კოსმოსური სადგურის შექმნას და 2040 წლისთვის მთვარეზე ადამიანის გაგზავნას. ლადაქის უნივერსიტეტის მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის სუბარტ შარმას განცხადებით, დასავლეთ ჰიმალაისა და ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე მთიანი უდაბნო ლადაქი ექსპერიმენტისთვის სპეციალურად შეირჩა, რადგან გეოგრაფიულად მისი კლდოვანი უნაყოფო რელიეფი და ნიადაგი მარსის ან მთვარის ზედაპირს გავს.